უზრუნველი სიბერის წინაპირობა შესაძლოა ახალგაზრდობაში შევქმნათ და ეს მხოლოდ სახელმწიფო პენსიას არ გულისხმობს. დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მიხედვით სახელმწიფო თანხების დაზოგვაში უნდა დაგვეხმაროს. ეს ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. კონცეფციაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. საბოლოო ვარიანტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად. სახელმწიფოს გარდა ვინ იზრუნებს ჩვენ სიბერეზე და მოუწევს თუ არა სავალდებულ ალტრუიზმის გამოვლენა დამსაქმებელს, სოფო ოხანაშვილი გაგვარკვევს დეტალებში. სოფო, რას გულისხმობს ეს კონცეფცია? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა ლეგალურად დასაქმებულებისთვის იქნება ნებაყოფლობითი. როდესაც დასაქმებული გადაწყვეტს, რომ დააგროვოს პენსია, ამ მომენტიდან უკვე როგორც დამსაქმებელი, ასევე სახელმწიფო ვალდებული ხდება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. რას გულისხმობს კონკრეტულად დაგროვების პრინციპი? კონცეფციის მიხედვით დასაქმებულს შეუძლია ყოველთვიურად თავისი შემოსავლის 2% შეიტანოს საპენსიო ფონდში, საკუთარ ანგარიშზე, ასევე მის ანგარიშზე ყოველთვიურად სახელმწიფო და დამსაქმებელის შარიცხავენ 2%, უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ თქვენ გაქვთ ხელფასის სახით 1000 ლარი, თქვენ ყოველთვიურად, ისევე როგორც სახელმწიფო და დამსაქმებელი, თქვენს ანგარიშზე შეიტანთ 20 ლარს. საბოლოო ჯამში კი ყოველთვიურად თქვენს ანგარიშზე დანაზოგის სახით იქნება 60 ლარი. კომპანიის მიერ მოხდება ინვესტირება, მოგება დაერიცხება და საბოლოოდ ადამიანების გავლა პენსიაზე ექნება ორმაგი პენსია, ერთი რაც სახელმწიფო მისცემს და მეორე რაც ექნება დაგროვილი თავის საპენსიო, კერძო საპენსიო ანგარიშზე. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, რომ უკეთ დაგეგმოს სიბერე დღეს. და თქვათ, იმ განსაკუთრებით განსაკუთრებით იმ მოსახლეობას, რო ახალგაზრდა მოსახლეობას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დაახლოებით 15 ან 20 წლის განმავლობაში მაინც განახორციელონ შეგანტანები და მხოლოდ ამის შემდეგ ისინი მიიღებენ საკმაოდ სოლიდურ პენსიას. საპენსიო რეფორმის მოდელი არის მზად. შემუშავდა ჩვენ სამინისტროში მსოფლიო ბანკის ძალიან აქტიური მონაწილეობით. უკვე გავლილია პრინციპში უწყებათა შორის სამუშაო ჯგუფში და უახლოეს პერიოდში ეკონომიკური საბჭო განიხილავს და შემდეგ გავა მთავრობის ხდომაზე, რათა მიღებული იქნას სამოქმედო გეგმა უკვე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. საპენსიო რეფორმას კერძოდ კი საპენსიო დაგროვებით სისტემას აუცილებელს უწოდებს სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელსაც დღეს ჩვენ ვესაუბრეთ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში, რომელიც ამ რეფორმის განხილვების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ამბობენ, რომ ამ რეფორმის წარმატებაზეა მომავალში დამოკიდებული სოციალური უზრუნველყოფა და მისი გარანტიები. ამ ეტაპზე კი ორგანიზაციაში ხაზგასმით მიუთითებენ იმ საკითხებზე, რომელიც მათი აზრით აუცილებლად უნდა იყოს დეტალურად გაწერილი კონცეფციაში. დასაწერი არის ეგრეთ წოდებული პარამეტრები, თუ რას გაწრა პარამეტრებს გაუწევს სახელმწიფო კერძო საპენსიო ფონდს, თუ სად უნდა მოხდეს ამ თანხების ინვესტირება. ყველაზე დიდი წილი მოსახლეობაში ეს არიან ეგრეთ წოდებული თვითდასაქმებულები და მოსაფიქრებელი არის დამატებით სქემა, რომელიც შეიძლება უკვე მოგვიანებით იქნეს შემოღებული, თუ როგორ იქნება შესაძლებელი, რომ თვითდასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ ამ პროექტით ისარგებლონ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მხოლოდ ისეთ დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს ამ დაგროვებით საპენსიო სისტემით, რომელიც არის ოფიციალურად დასაქმებული. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა და როგორც უკვე მაყურებელმაც მოისმინა, საპენსიო რეფორმის მოდელი პრინციპში უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ ღიად რჩება ისეთი საკითხები, როგორიცაა, როგორ მოხდება საპენსიო ფონდის მართვის სტრუქტურირება, ასევე როგორ მოხდება ამ ფონდის მართვა, ასევე რა იქნება ის სფეროები, სადაც ფონდში აკუმულირებული თანხების დაბანდება მოხდება და როგორ შეირჩევა მენეჯმენტი საპენსიო ფონდისთვის. როგორც ინიციატორები ამბობენ, ამ დეტალების დაზუსტებას გარკვეული პერიოდი ჭირდება, ისინი ვარაუდობენ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის უკვე კონცეფციის პროექტის საბოლოო ვერსიას წარადგენენ. მთავრობაზე დასამტკიცებლად, მთავრობის ხდომაზე დამტკიცების შემდეგ კი უკვე დაიწყება ახალი მოდელის დანერგვაზე მუშაობა. ინიციატორები და კონცეფციის ავტორები ამბობენ, რომ ყველა ამ დეტალის დაზუსტებას და საბოლოო ჯამში ახალი მოდელის დასანერგად საჭიროა 2 წელი. სოფო ოხანაშვილმა გაგვაცნო